სულიერი წინსვლა მინდა გისურვოთ და სულიერი წინსვლა ხდება არა რაღაცა სასწავლების მიხედვით, აი რაღაც სასწაული დავინახე და რაღაცა ვნახე და ამიტომ სულიერად წავედი წინ და სასულიერი წინსვლა ხდება არა მტკიცებულებებით. სულიერი წინსვლა ხდება რითი, რომ ადამიანი შინაგან და გარდაიქმნება ცუდიდან უკეთესისკენ. ცდილობა უნდა რომ ვეცადოთ რომ უკეთესი გავხდეთ. ცდილობენ ადამიანები და გამოდით ეს. იმიტომ რომ შინაგანად როცა ადამიანი იცვლება თანდათანობით, ეხლა როდესაც ახლოდან ხედავ ტექსტს, აი ესე რომ ახლო მოგაფარებენ თვალებზე, ხო ტექსტს ვერ წაიგდო. უნდა აღვწევთ რაღაც დისტანცია იყოს. როცა დისტანცია არის, ტექსტ მერე დაინახავ ამ ტექსტში რა წერია ამ ტექსტში. ასე ვერ ესეც. მოვლენას ხედავ, როცა ძალიან ახლო არის შენ ცხოვრებაში, ვერ ხედავ რა არის და რისთვის არის. როდესაც ცვლილებებს ხედავ მაშინ როცა ეს გადის და ცოტათი შორს არის. როცა გადის რაღაცა დისტანციაა საჭირო, რაც უფრო დიდია მოვლენა თან, მით უფრო დიდი დისტანციაა საჭირო. რაც უფრო ახლო არის მოვლენა და რაც უფრო პატარაა, მით უფრო ლოკალური აღქმა გაქვს, მაგრამ როდესაც შენ მოვლენას ხედავ და დისტანცია არის დიდი, მით უფრო ობიექტურად აღიქვამ ამ მოვლენას. ეს იგივეა რომ შორიდან კარგად რო ხედავ რაღაცას, იგივეს იმას ახლოდან ვერ დაინახავ. რა თქმა უნდა, ეს ახლა ყოველთვის ესე არ არის, მაგრამ ყოველთვის შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე. ადამიანი უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან ჩაკეტილობისა. უნდა გამოვიდეს ადამიანი მდგომარეობიდან შინაგანი გაყინულობისა და გარდაქმნა უნდა მოხდეს ადამიანში. გარდაქმნა უნდა. ერთ გარდაქმნა როგორ ხდება? ეს გარდაქმნა ხდება ისე, როდესაც ადამიანი ხედავს რომ სახლი იწვის, გემი იძირება, კატასტროფული მდგომარეობაა, ყველაფერი გადის, ყველაფერი იცვლება. ყოველთვის ახლო არის გარდაცვალება, ახლო არის ადამიანის ერთი მდგომარეობა მეორეში გადასვლა, მისთვის არაფერი მყარი და სტაბილური არ არის. ამას ვერ აცნობიერებდეს ადამიანი, რომ ყველაფერი ამაოებაა და როგორც წერია ეკლესიასის წიგნში, ამაოებათ ამაოება, ამას ვერ აცნობიერებდეს და ებღაუჭებოდეს გაუგებარი რაღაცაი ბნელი ინსტინქტებით ებღაუჭებოდეს თავის მიწიერ ცხოვრებას, მიწიერ ფასეულობებს, გასაგებია სხეული თავისას ითხოვს და მიწიერი, მაგრამ ამას ებღაუჭებოდეს ისე არაპროპორციულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს, ვიდრე ეს იმსახურებს. ადამიანი ესე იგი ვერ აცნობიერებს ვერაფერს, სად არის, რისთვის არის, რა არის ჯვარი მისი, რა არის ცხოვრების საზრისი და სამი წერტილი ასე შემდეგ. ამას ვერაფერს ვერ აცნობიერებს, ესე იგი მაშინ. მაგრამ მზად არის ნეტა ესეთი ადამიანი სულიერობის სათქმამ და არ არის მზად. სულიერობისას მზად არის ის, ვინც აცნობიერებს, რომ უნდა იფიქროს მარადიულზე და ვინც უნდა იყოს მარადიულისათვის იცხოვროს. თითქოს ზოგჯერ ხოლმე გეფიქრება ადამიანს, რომ მზად არ არის ადამიანი, მაგრამ როცა იტყვის, რომ ცოდვილი ვარ და მამა ვარ, როგორც მაკურთხებ, როგორც დამლოცავ, რა კანონსაც მომცემ, რა კურთხევასაც მომცემ, იმას გავაკეთებ. ეს უფრო შეიწირება, ვიდრე თვითმორჩილება და საკუთარ თავზე ოდიოზური წარმოდგენები. არ ვარ მზად, არ ვარ წმინდა, მე არ ვარ ღირსი, არა ვარ ასე თქვა სამი წერტილი ასეთ შემდეგ და შემდეგ საკუთარი თავის არაპროპორციული რაღაცა განყენებულ მდგომარეობაში დაყენება, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს ყოველგვარ კურთხევასა და დაქვემდებარებას და ეკლესიურ ასე თქვა მადლის მიღების გახსნილ მდგომარეობას. მზად არ არის, მაგრამ მზადყოფნის გამო გვეძლევ არა მე იცნის კითხვა. ან მომზადების გამო გვეძლევ არა მე, მაშინ პავლე მოციქულის კითხვები წავიკითხოთ. წამს ხოლმე აღვიარა, რომელსაც ვამბობთ ყველა ზიარების წინ. წაიკითხეთ ახლა ეს დიდი ლოცვა და აღარ ვიტყვი იმას. აი პირველი ვარ ცოდვილებს შორის. მზად არის ის, ვინც თითქოს და ზოგჯერ აცნობიერებს, რომ არაფრისთვის არ არის მზად. და ვინც ამბობს, რომ მზადა ვარ, ღირსი ვარ, აი ის არ არის მზად. მეტაფიზიკურად რო შევხედოთ, იმასაც ვაზიარებ ხოლმე ახლა. რა ვქნათ, მაგრამ ვინც მზად არ არის არაფრისთვის, ის უფრო მზად არის ზოგჯერ. აი ეს სტანდარტის მუშაობს. შინაგანად როგორ არის ადამიანი განწყობილი, ეს არის მთავარი. ანტიგანწყობილი თუ არის მოძღვრისადმი, ანტიგანწყობილი თუ არის ეკლესიისადმი, ძალით მოყვანილი თუ არის ადამიანი ძალით შემოჩეჩებული რაღაცა რეალობაში, თუ არის ადამიანი გამოვარდნილი ისტორიული რეალობიდან შემოვარდნილი მისთვის არაპროპორციულ გარემოში, აი მაშინ შეიძლება სხვა, ასე ვთქვათ, შინაგანი კამერტონი ჩაერთოს მას. ეს შინაგანი რაღაცა რომ არ გინდა, არ ეზიარო, არ ეს კამერტონი მუშაობს. უცხოა შენთვის, გადი, აი შინაგანი ეს
ბოროტისაგან მოსული ეს კამერტონი, მისი შინაგანი ეს ჟღერადობა აგდებს ეკლესიიდან, არ აძლევს ზიარების საშუალებას. კურთხევაც რომ იცე, მაინც არ ეზიარება. და ეს ბოროტისადმი მის მორჩილებასა და შეპყრობილების ერთ-ერთი ნიშანია. ამიტომ დაიმდაბლე შენი თავიო, ხო? ვინც დაიმდაბლებს თავს, იგი მათს მიიღებს. ამის სტანდარტი ზუსტი ღა ხარ მზა თუ არ ხარ, ესეთი სტანდარტები მოცემულია სახარებაში. და იქიდან უნდა ის სულიერობა გადაიღო. სასუფეველის კარები ჩვენს შიგნით არის, სადღაც 900 იქით კი არა, სასუფეველის კარები, სადღაც რაღაც ურდული კი არა, რომელსაც 9 ურდული ადევს და შენ უნდა მიხვიდე და შენში არის სასუფეველი, შენში არის სასუფეველის კარები და იქ შენში იღება ეს შესასვლელი, გზა, სასუფეველის ეკილი შენში არის ეს. შენშია შიგნით, ამას უნდა დიდი ჩაღრმავება უნდა ამას. სულიერი წინსვლისას შენ ამას გზნობ. სულიერი წინსვლისას ყოველი ახალი ნაბიჯი, ყოველი ცოდების, ყოველი მონანიება, ყოველი ნეგატივიდან პოზიტივისგან გადასვლა განთავისუფლებას გულისხმობს ამ გზაზე და წინსვლას გულისხმობს. ამიტომ ეს სულიერი წინსვლას ხდება ესე შინაგანი გარდაქმნის ფონზე. უნდა იაზროვნოს ადამიანმა, მოიფიქრ, გაიაზროს ეს ყველაფერი. ბავშვია, დიდი არ აქვს მნიშვნელობა, უნდა იაზროვნოს. თუ არ იაზროვნა უკვე ბავშვობიდან, ქრისტიანულად არ იაზროვნა, უკვე დაგვიანებულია. გახსოვთ ხო, კომუნისტების დროს პროლეტარებო ყველაფერს შეერთით. შეერთით და გადაუარეს ყველაფერს და მოაზროვნე პროლეტარიატი არ უყვარდა, თვითონ პროლეტარებს და კომუნისტებს. მოაზროვნე პროლეტარები არ უყვარდა, როგორც კი აზროვნებას დაიწყებდა პროლეტარი იგივე და მოაზროვნე გახდებოდა ეს პროლეტარი, ეგრევე წითელს უნთებდნენ და ეგრევე მარგინალიზაციას უკეთებდნენ და ეგრევე დისტანცირებას უკეთებდნენ, როგორც კი პროლეტარი და თან მოაზროვნე, ეს არის საშინელება. მათთვის დიდი საფრთხე იყო. ამიტომ მოაზროვნე განათლებული და ასე ვთქვათ, თავისუფლად მასშტაბურად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის მათთვის უცხო სხეული და მარგინალი იყო. იმიტომაც თვითგანადგურებით დამთავრდა ეს ყველაფერი. დიდი შინაგანი გარდაქმნა საჭირო იმისას, რომ დაინახო ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენი მდგომარეობა დღეს მით უმეტეს ამ პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხისა ისეთია, რომ ჩვენ ყველაფერს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ზოგჯერ ისეთ რაღაცას, რაც თითქოს დეტალია, რაც თითქოს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ შენ რა შემთხვევითობას უძახი, შემთხვევითობა განპირობებულია რაღაცით. ის შემთხვევითობას რო უძახი, შენ შემთხვევითობას აუცილებლობის კანონი ქვია. შემთხვევითობა არის ის, რომელიც მოხდა და შენ უცოდინარობის გამო უძახი მას შემთხვევითობას, თორე ის რაც აუცილებელია იმის გამო მოხდა. ამიტომ შემთხვევითობა ეს არის ჩვენი უცოდინარობა ამ შემთხვევაში, ამ მდგომარეობის სულიერ მდგომარეობაში. ამიტომ მოგვიწოდეთ სუფალი იღვიძებდეთ და ილოცავდეთ, რომ მუდამ თქვენი სულიერი მასშტაბი ფართო იყოს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე გონია. შენ ხედავ ერთ გვერდს, მაგრამ წიგნი მრავალი გვერდისაგან შედგება. დაგლოსოთ მინდა და მინდა ეს სულიერი წინსვლა გისურვოთ. ამისათვის ყველაფერი, ამისათვის რომ ეს ყველაფერი გავაცნობიერო და წინ წავიდე და ჩვენი სულიერობა მუშაობდეს სულიერი ჰორიზონტის გაფართოებისათვის, ამისთვის არის მოცემული რჯული, სახარება, მთელი საფრთხო წერილი და წმინდა გარდამოცემა. მთელი გამოცხადება, განსაკუთრებით სახარება, ისე რომ ჩვენი ვიწრო, მერკანტილური, ობილატელური და რაღაცა პრაგმატული ცნობიერება გაფართოვდეს და უფრო მეტაფიზიკური, უფრო ფართო, უფრო მისტიკური გახდეს და უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი გონება გაიხსნას და სადაც შვებულებაში იყოს გაშვებული. გაუშვი შენი გონება შვებულებაში. და დაისვენი, არაფერი არ ჭამესვი და ისკენ იაზრო, არ იაზრო, არ გინდა, არ იფიქრო. ეს როგორ შეიძლება, რო არ იფიქრო, ესე იგი, ხა დეკარტეს არ ციტირებ, მაგრამ თუ არ აზროვნებდა ქრისტიანულად, არ ფიქრობდა, არ აზროვნებდა, არ ანალიზებდა, აზრს არ გამოთქვამდა, კითხვები არ აქვს, მაშინ აღარც არსებობდა, დამთავრებოდა, მაშინ რაღაც საგანი ყოფილიყარ. საგანი ყოფილიყარ მაშინ. რა წყალობას მიიღებს ესეთი არსება, ადამიანსაც არ დავარქმევ. უაზრო და უფუნქციო არსება. რა წყალობას მიიღებს? წყალობას მიიღებს ღვთის ხატება, რომელიც უნდა განიღბოს და მსგავსებად იქცეს. ეს არის მთავარი. ამიტომ მოკლედ ვლოცავთ ახლა დიდი სიყვარული. თქვენთან ერთად გამაგიოთ. ვილოცოთ მეტი, შეუნდოთ, ვეცადოთ უფრო მეტი წუჭრუტანიდან კი არა, ცოტა გავაღოთ ეს კარები, რა გასაღები არის ჯვარი, გავხსნათ ეს კარი. ფანჯარა თუ სარკმელი თუ რაც არის. გაუწმინდოთ ბოლო-ბოლო ეს თუ არ იხსნება, გაუწმინდოთ ეს შუშა, რომ გამოჩნდეს ცოტა რაღაცა, ნუ იქნებით ძალიან კი ხართ ესე, მაგრამ უფრო მეტად ვეცადოთ, რომ
უფრო მეტად მასშტაბურები ვიყოთ და შენდობა ჯვარი გადავსახოთ პირველ რიგში ცხოვრების საზრისი გამოცნობიეროთ ჯვარფირფილობა ჩვენი ინდივიდუალური და გლობალური კი ვიცით რომ არ ამნებობს სიკვდილის წოდრის არ მოგწევა ცხოვრების მაგრამ ინდივიდუალურად როგორ ხდება ამის ჩვენს ცხოვრებაში გარდატეხა გავაცნობიეროთ დანარჩენი ყველაფერი ისე იქნება როგორც ღვთის ნება იქნება იყავ ნება შენ ვისაც სათავეში ეგრეც ქვეყანაზე მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ